სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეუთოს თავმჯდომარეს დეტალურად გააცნო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, მათ შორის ვაშინგტონში ხელმოწერილი სამშვიდობო დეკლარაცია და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამბლოკვის პრინციპები. მისი თქმით, რეგიონში დამყარებული მშვიდობისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის ფონზე სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი მონაწილეობისთვის თანამშრომლობის ახალი სფეროები უნდა აღმოაჩინოს, როგორიცაა ეკონომიკა და გარემოს დაცვა. თავის მხრივ ელინა ვალტონენმა მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანის მიერ მინსკის ჯგუფის დაშლის პროცესს და იმედი გამოთქვა, რომ ის დეკემბრამდე დასრულდება. მან ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობა მდგრადი უნდა იყოს და ეუთო მზად არის ამ პროცესს მხარი დაუჭიროს. პრესკონფერენციაზე არარატ მირზოიანმა ასევე ისაუბრა თრიფ იგივე ტრამპის გზის პროექტზე. მან დაადასტურა, რომ ეს არის სარკინიგზო მონაკვეთი სომხეთის სამხრეთით, რომელიც სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ორმხრივობის პრინციპზე დაყრდნობით იმოქმედებს. მინისტრის თქმით, პროექტის განსახორციელებლად სომხურ-ამერიკული ერთობლივი კომპანია შეიქმნება.